ხა ნეპტუნზე გავაგრძელოთ საუბარი. ნეპტუნი სიმბოლიზირებს უნივერსალურ ცნობიერებას, ანუ წყაროს. ანუ წყაროში რას გულისხმობთ ხა ფორმის და დროისგან თავისუფალ მდგომარეობას, საიდანაც ყველა ცოცხალი არსება წარმოიშვა და რომლისკენაც გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ყველა მივისწრაფვით. ეს არის სულის ღრმა, ხშირად არაცნობიერი ლტოლვა დაუბრუნდეს პირველად მდგომარეობას. ნეპტუნის არქეტიპული მოგზაურობა იწყება ზუსტად აი ამითი განცალკევების ტრამვით, გადადის ილუზიებში, იმედგაცრუებაში და საბოლოოდ თუ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპები, მიდის რაღაცა ღვთაებრივი შერწყმისკენ. ან პერსპექტივიდან ადამიანური სულიერების მთელი სპექტრი, მისი ყველაზე დამახინჯებული ფორმებიდან ამაღლებულ გამოვლინებამდე შეიძლება გავიგოთ, ანუ ნეპტუნი გამოიხატება როგორც შეშლილობაში, ასევე უკიდურეს გასხივოსნებაში და წმინდანობაშიც. როგორც დამოკიდებულებებში იქნება ეს აზარტული ნარკოტიკის და ლევის თუ ასე შემდეგ, ასევე იმ წმინდა ბერებში, იმ წმინდა ადამიანებში, რომლებიც გამუდმებით ლოცულობენ, გამუდმებით მარტო არიან და რაღაცას აკეთებენ თავისი არსებობით კაცობრიობისთვის. წყაროში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ იგულისხმება რაღაცა პიროვნული ღმერთები ან ანთროპომორფული ღმერთი, ეს არის ყოფიერების და ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს ნებისმიერ ამ ფორმებს, ამ თემებს, როგორ თქვა სწორად, ხო, ნეპტუნი არის კოსმიური ოკეანე, რომლის შემადგენელი ნაწილები თითო წვეთის სახით ვართ, თითოეულ ჩვენგანი, აქ არ არსებობს მე და შენ, მე და სხვა, აქ სუბიექტი და ობიექტი არ აქვს, წარსული და მომავალიც არ არსებობს და აქ არის მხოლოდ ყოვლის მომცველი ერთიანობა. სულის გადასვლა ზუსტად ამ ერთიანობის დროს სივრცისა და ფორმის შეზღუდვებში, ანუ ინკარნაცია არის ზუსტად ეს პირველადი ჭრილობა, რომელსაც სული ატარებს და რომელსაც მსახურად განიცდის ნეპტუნიანელი ადამიანი. ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ასევე ჰოროსკოპში უაქტიურდება ნეპტუნი რაღაც დონეზე. ზუსტად არასცნობიერი ის გრძნობები, რომ იქ არ ახარ, სადაც გინდა იყო, მაგას უკავშირდება, რომ სახლში გინდა, აი ამ არქეტიპში ჩადებულ თემებს უკავშირდება კოლექტიურ არაცნობიერში ჩადებულ თემებს, რომ შენ იქ სადღაც ერთიანობა არის, იქ სადღაც არ არის ესე დაყოფილი ადამიანები და არ არსებობს ესე ცალ-ცალკე პიროვნებები და ზუსტად აი ამ ტიპის ერთიანობას უკავშირდება ნეპტუნი მოკლედ რა. ნეპტუნის მთავარი არის წარმოსახვა, მთავარი რასაც გვაძლევს ნეპტუნი და ეს წარმოსახვა ძირითადად ნეპტუნიან და ძალიან აქტიური ხოლმე შემოქმედებით ადამიანებში, მხატვრებში, მომღერლებში, ხო და ფსიქოლოგებშიც ასევე წმინდანებში ძალიან აქტიურია, რელიგიის ადამიანებში, ოღონდ ვინც ნამდვილად მსახურებაშია, აქ არის ორი მომენტი რელიგიის თემაში, ერთი არის სუფთა სატურნის თემა რა, იერარქია არის, სტრუქტურა ხო რაღაც და მეორე არის რომ განცალკევებით რო არიან მარტო რო ცხოვრობენ და რაღაცა აწოდებები ხო ამან და რაღაცა ეგეთ თემებში რო არ ერევიან რა. ეგ არის ნეპტუნი მეორე. ხო, კიდე მისტიკოსები, ხელოვანები და ასე შემდეგ. ნეპტუნი უკავშირდება როგორც თვითგანადგურების თემებს ადამიანის, ასევე იმ პოტენციალს, ეს არის ამ პლანეტის ერთ-ერთი საოცარი ძალა, რომ მას შეუძლია გაგაგიჟოს, მაგრამ მასვე შეუძლია გადაგიყვანოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც ეგზისტენციალურ ბედნიერებაში იქნები, იცურავებ კოსმიურ ოკეანეში. ვისაც ადამიანებს, ვისაც აქვს გამოკვეთილია ეს მდებარეობა, ან თევზები, ან ნეპტუნი, აქვთ სუსტი ფსიქოლოგიური საზღვრები საკუთარ თავს და გარე სამყაროს შორის, ადვილად იწოვენ სხვების რაღაცა ენერგიებს,
განწყობებს და ეს ზუსტად ხსნის კავშირს, არქეტიპულ კავშირს ემპათიასთან, მედიუმიზმთან, ტელეპათიასთან და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური ტკივილი, რომელიც უკავშირდება ნეპტუნს, ეს არ არის სასჯელი, ეს არ არის ნაკლი, არის ევოლუციის უკავშირის მექანიზმი. აქ ნეპტუნის ევოლუციის თემები რაში არის ჩადებული, ის უკავშირდება ეგოს სრულ დაშლას, სრული ეროზია, აქ ეგოსი პიროვნების სრული ეროზია და რაღაც დიდთან, ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რელიგიის ტრადიციული გაგება, ეს არ არის რწმენები, რაღაც ფორმალური რწმენები, ეს არის ცოდნა უკვე რა, იმ ყველაფრის რა შეხებული, როცა ხარ უკვე რეალურ ძალებთან არსებობენ ესეთი ადამიანებიც და ზუსტად ეგეთ ადამიანებს აღწერს ეს პლანეტა. სხვა რა შემიძლია რომ დავამატო. არა ვიცი. ხო, ეს სული რო ვერ უკლავდება განცალკევების ტკივილს და სატურნული რეალობის სიმძიმეს, იგი ნეპტუნის ენერგიას არაცნობიერად თავდაცვის მექანიზმად იყენებს. ეს არის გზა, რომელიც მიდის რაღაცა დამოკიდებულებებში, თვითმოტყუებებში. თუმცა აქ რა ხდება ახლა? ეს თრობები, რასაც ნეპტუნი იწვევს, არის ეგოს საზღვრების ხელოვნური დროებითი დაშლის წერობა, მისტიური ექსტაზის იაფფასი, ან იმიტაცია აქ мотивация რეალურად ის არის, რომ გაიხსნას ადამიანი, შეუერთდეს რაღაცა ბედნიერება, ექსტაზი იგრძნოს და ეს მიიღწევა როგორც აი ასეთი საშუალებებით, ისევე რწმენით, ლოცვით და ასე შემდეგ. ურთიერთობებშიც ვლინდება ეს დაახლოებით ისე რა, პარტნიორის იდეალიზაცია ხდება, როცა რაღაცა აუთ პარტნიორი რაღაც კვარცხლბეკზე, ან მსხვერპლის როლის მორგება ხდება, არაც როცა ცნობიერად ადამიანი მუშაობს უკვე თავის თავზე, ეს ნეპტუნური ენერგია ტრანსფორმირდება, აი ეს ზუსტად სულიერი პრაქტიკების მეშვეობით, თუნდაც ლოცვით და ასე შემდეგ და აქ უკვე ადამიანს აქვს შანსი, ეს რთული პროცესია, მაგრამ ვისაც გამოკვეთილი აქვს ნეპტუნი, მათ ნამდვილად აქვთ ამის შანსი, რომ გადავიდნენ აი ესეთ დონეზე, რომ აი ამ გაგებას მიაღწიონ საყვაროსი, აი ის გრძნობა დაიკმაყოფილონ, რომ ისინი ნამდვილად შინ არიან და გაიაზრონ, რომ რაღაცა თვით მიღება კონდეთ ყველასი, ყველა და ყველაფრის და იმის შინაგანი შეგრძნება, რომ ყველაფერი არის ერთი და ღმერთი ყველაფერშია. ეს არის ყველაზე მთავარი ნეპტუნის გაკვეთილი. ნეპტუნი ძალიან რთული პლანეტა არის. ისე შემოდის ხოლმე ზოგადად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხა ნეპტუნი ყველას გვაქვს რუკაში, სადაც არ უნდა იდგეს, რომელ სახლშიც არ უნდა იდგეს და იქ რომელ სახლშიც არის ნეპტუნი, იქ გვიჭირს რაღაცა ჩვენი თავის იდენტიფიცირება, იმიტომ რომ იქ მიდრეკილები ვართ, რომ შევუერთდეთ, გავერთიანდეთ, ან ილუზიებისკენ ვართ მიდრეკილი, ან თვითმოტყუებისკენ, ან თვითგანადგურებისკენ, თვითგანადგურების როგორ ხა აი ესეთი თემებით, როგორიც არის, ვიცით ხა ნარკოტიკი, ნებისმიერ დამოკიდებულება, ხო? ხო, მოკლედ ევოლუციური გაკვეთილი, რასაც გვაძლევს ნეპტუნი, არის პირველად მდგომარეობაში დაბრუნება, შემი სახლის შეგრძნება. ხო, თუმცა ეს ძალიან დიდ ტკივილებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.